გილოცავთ. საქართველოს ოფიციალურად გახდა კავკასიის ყველაზე პრორუსული ქვეყანა. სომხეთმა ევროკავშირთან უმიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ გეგმა დაამტკიცა, ხოლო აზერბაიჯანმა ქვეყანაში რუსეთის აგენტების დაკავება დაიწყო. ამის ფონზე ივანიშვილი წარმატებით აგრძელებს ბრძოლას დასავლეთის აგენტებთან და მეგობრობას ოკუპანტთან. შეგახსენებთ, რომ იმის ფონზე, როდესაც ივანიშვილს ყველა ქვის თუ ბუჩქის ქვეშ დასავლეთის აგენტები ელანდება, 12 წლის განმავლობაში ერთი რუსეთის აგენტი არათუ არ დაუკავებია, არც უხსენებია, რომ ვინმე შეიძლება რუსეთის აგენტი იყოს. საუბრობთ ქვეყანაზე, სადაც რუსეთის აგენტურა ყოველთვის იმდენად ძლიერი იყო, რომ მათ ზვიად გამსახურდიას დამხობა 9 თვეში შეძლეს. არათუ სომხეთი და აზერბაიჯანი გარკვეული გაგებით ივანიშვილი თვით ლუკაშენკოზე პრორუსულიც კი გახდა, რომელიც თავის მხრივ ცდილობს, რომ არ დარჩეს მარტო და პირისპირ რუსეთთან, რადგანაც იცის, რომ ეს საბოლოოდ გადააქცევს ბელორუს-რუსეთის გუბერნიად. და სწორედ ამიტომ მანაც კი გაითვალისწინა ამერიკის თხოვნა და გაათავისუფლა მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი, მაშინ როდესაც ივანიშვილი პუტინის გულის გასახარად ერთი მეორეს მიყოლებით აკავებს ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. თუმცა ივანიშვილის უბედურება ის არის, რომ მას ყველა მისნაირი ვგონივართ. ანუ ფიქრობს, რომ ჩვენთვისაც ერთადერთი ღირებულება ფულია და არა ღირსება ან სამშობლო. სწორედ ამიტომ ელანდება ყველგან დასავლეთის აგენტები და დასავლური ფული. მას ვერ წარმოუდგენია, რომ ვინმე თავისი ნებით და სამშობლოს გამო დათმოს საკუთარი კომფორტი, ჯანმრთელობა, თავისუფლება და სიცოცხლეც კი მისთვის ეს წარმოუდგენელია. იმიტომ რომ მას ყველა მასავით მშიშარა და მხდალი გონია. გონია რომ მასავით რუსეთისადმი, სადაც მან მილიარდები იშოვა, ყველა ქართველს რაღაცა სენტიმენტები აკავშირებს, მაგრამ მისთვის სამწუხაროდ ქართველები არ ვართ რუსები. ქართველები ვართ, კავკასიელები ვართ და საუკუნეების მანძილზე იმიტომ არ გვიომია თავისუფლებისათვის, რომ ის მე ერთ რუს მხდალ ოლიგარქს გაენიავებია. კი, დღეს შეიძლება ის თავს კომფორტულად გრძნობს, თუმცა ბევრ დიქტატორს გონებია თავი ასე და ბევრ დიქტატორს გონებია, რომ საბოლოოდ გატეხა და დააჩმორა საკუთარი ერი, თუმცა საბოლოოდ თავგუდო მოგლეჯილს ძლივს გაუსწრია რუსეთში. ნუ და გავიწყდებათ ეს.